შეხვედრებზე სულ ვამბობ ხოლმე, რომ 2 კვირა რაც პოლიტიკოსი ვარ და ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე და გადავწყვიტე, რომ ჩემი პოლიტიკური კარიერა დამეკავშირებინა მმართველი კოალიციისთვის, ქართული ოცნებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის კოალიცია, რომელმაც ვფიქრობ ამ 3 წლის განმავლობაში სერიოზული გარდატეხა შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში, სერიოზული გარდატეხა შეიტანა ადამიანთა ბედის გაუმჯობესებაში. Რა თქმა უნდა, არის ძალიან ბევრი თემები, რომელიც დასარეგულირებელია, მოსაწესრიგებელია. იმ შეხვედრების დროს, რომელსაც მოსახლეობასთან ვმართავ, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობასთან, ეს პრობლემები ძალიან ნათლად ჩანს. ის რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ. მაგრამ ამ შეხვედრების დროს ყველანი ვთანხმდებით ერთზე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით სერიოზული გარდატეხა არის. ხელისუფლებამ სერიოზულ პროგრესს მიაღწია ჯანდაცვის კუთხით, სოციალური დახმარების კუთხით, სოფლის მეურნეობის დარგის დახმარების კუთხით სერიოზული ცვლილებებია და გაუმჯობესებაა, მაგრამ ყველანი ასევე ვთანხმდებით იმაზე, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ძალიან ბევრია სამუშაო. დადგა დრო, როდესაც შემიძლია ხელისუფლებაში ყოფნის გზით მოვაგვარო ის პრობლემები, რაზედაც მე მთელი წლების განმავლობაში ვსაუბრობდი. მხოლოდ 1 წელია დარჩენილი, ძალიან ბევრი დაპირების მიცემა, რა თქმა უნდა, არ იქნება პატიოსანი საქციელი კანდიდატის მხრიდან. ჩემი საარჩევნო პროგრამა ტრიალებს იმ პროგრამის ფარგლებში, რითაც ქართული ოცნება 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. იმ დაპირებების ფარგლებში, რითაც ქართული ოცნება შეუდგა ხელისუფლებას და ქვეყნის მმართველობას. რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, ბევრი რაღაცები არის დასარეგულირებელი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს. ძირითადი პრობლემები, რასაც მოსახლეობასთან ურთიერთობის დროს გამოვკვეთე, ეს არის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ დონეზე არის მოსაგვარებელი. საგარეჯო ისტორიულად არის რაიონი, რომელსაც მუდმივად აწუხებდა წყლის პრობლემა. ეს პრობლემა ბევრ სოფელში დგას და მე ვფიქრობ, 21 საუკუნეში ძალიან უხერხულია, როდესაც ამაზე ვლაპარაკობ. ის რომ ადამიანებს წყალი არ აქვთ და შეიძლება 2-3 დღეს ან 1 კვირას ელოდებოდნენ, რომ წყალი ჰქონდეთ. შიდა გზების მოწესრიგება, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემა არის. ნაგავსაყრელის პრობლემა, ამის დარეგულირება ძალიან მწვავედ დგას და მოსახლეობა ამაზე საუბრობს. ზოგიერთ სოფელში გარემონტდა საბავშვო ბაღი, გარემონტდა სკოლა, მაგრამ ზოგიერთ სოფელში სავალალო მდგომარეობაშია და მოსახლეობა ამაზეც უთითებს. რა თქმა უნდა, დეპუტატის პირდაპირი კომპეტენცია არ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ამ საკითხების მოგვარება, მაგრამ დეპუტატს შეუძლია მაშინ, როდესაც ბიუჯეტი მტკიცდება, მოითხოვოს კონკრეტული რაიონისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან კონკრეტული თანხების გამოყოფა. გარდა ამისა, მას შეუძლია მოითხოვოს მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებს თხოვოს პასუხი, თუ რატომ არ შესრულდა ის, რაც გათვალისწინებული იყო, რატომ არ იქნა ბოლომდე მიყვანილი, რატომ შესრულდა უხარისხოდ და ასე შემდეგ. მე შევედი პოლიტიკაში, მე ვიწყებ აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან ერთად მე მივაღწევ წარმატებას. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და ჩვენ სერიოზულად ვემზადებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩემთვის ამ არჩევნებში მონაწილეობა ეს არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ვფიქრობ, მაგ ძალა, მაგ საშუალება დავეხმარო საგარეჯოელებს პირველ რიგში და ვიდგემადგებდით ყველა მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტისას. მე მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია სხვათა შორის ხელისუფლებასთან და ცნობილია საჯაროდ ჩემი ეს პრეტენზიები. მთავარი პრეტენზია ჩემი მდგომარეობს იმაში, რომ არ დაიწყო სამართლიანობის აღდგენის პროცესი, არ მივიდა ბოლომდე საქმე, გამოცხადდა კოჰაბიტაცია 1000 სიმახინჯე ესე ვიტყოდი პირდაპირ, რამაც ჩვენს ქვეყანაში უკან დახია დემოკრატიული პროცესები, მე ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ როცა არ სჯი დამნაშავეს, მაშინ არ აძლევ კარგ მაგალითს მომავალ თაობას და ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს სისხლის სამართლის არაერთი დამნაშავე არსებობს მტკიცებულებებით სხვათა შორის აბსოლუტურად თავისუფლად დადის ქუჩაში, ხშირად დებატებშიც მონაწილეობენ, პირდაპირ სხედან ჩემ წინაშე ვთქვათ სატელევიზიო გადაცემებში და აქეთ გვასწავლიან რა არის დემოკრატია. მთავარი პრეტენზია ჩემი ამ ხელისუფლებასთან არის ისიც, რომ ხელისუფლება დაშორდა ხალხს და ეს მოხდა ყველა რეგიონში სხვათა შორის. მე ვწუხარ იმის გამო, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა არ გამოიჩინეს ინიციატივა უფრო
ახლოს ყოფილიყვნენ ადამიანებთან, ჩასულიყვნენ სოფლებში, რაიონებში, რომელთა წარმომადგენლებმაც მათ დიდი იმედებით მისცეს ხმა 2012 წლის შემოდგომაზე და გაჩნდა დიდი უფსკული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაზეც ვფიქრობ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს პირველ რიგში, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი პოლიტიკური პარტიისთვის ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ჩვენ დიახაც მოვდივართ სერიოზულად მემზადებით 2016 წლის არჩევნებში და დიახ ვაპირებთ გამარჯვებას საგარეჯოში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოვიარე ყველა სოფელი საგარეჯოსი, 40-ზე მეტი სოფელი და გულახდილად გეტყვით, ეს არ არის 21 საუკუნის საქართველო, ეს არ არის 21 საუკუნის ცხოვრება, რასაც ჩვენ ამ სოფლებში თვალს ვადევნებთ, ეს არის სადღაც მე-16, მე-17 საუკუნეები, არც კი მე მგონი. მე ვეთანხმებით ამას იმაში, რომ ბევრი პრობლემა ადგილობრივი თვითმმართველობის ფარგლებშია გადასაწყვეტი, მაგრამ ის არის მთავარი პრობლემა, რომ არ არსებობს შუარდოლი, იგივე დეპუტატის სახით, რომელიც გაუწევს კონტროლს, სად მიდის სახსრები, რატომ არ იხარჯება სწორად. უამრავ სოფელში მე ვნახე რამდენჯერმე გაჭრილი არხი და ათასობით გადახდილი თანხა, მაგრამ წყალი ისევ არ არის. უამრავ სოფელში მე ვნახე 44,000 ლარად აშენებული საპირფარეშო, რომელიც არ ჭირდება იგივე კოჭბას და ეს საპირფარეშო დაკეტილია. დეპუტატმა უნდა იმოქმედოს იმისათვის, რომ გაუწიოს კონტროლი, რამდენად ეფექტურად იხარჯება სახელმწიფოს სახსრები. მე ჩემ ფუნქციას ამაშიც ვხედავ და რა თქმა უნდა ვხედავ პარლამენტშიც, რომელსაც კიდევ ერთი ხმა დაემატება, სიმართლის ხმა, მე ასე მგონია. და მე ვფიქრობ, რომ ეს ორივე ერთმანეთში ავსებს. უცნაური საარჩევნო კამპანია გამომივიდა, გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ პირველი კამპანია, რასაც მე როგორც ჟურნალისტი თვალს ვადევნებ, როცა კანდიდატები ამბობენ, რომ დაპირებები არ აქვთ კონკრეტული. მე მოვისმინე თამარის გამოსვლებიც და იქაც არ არის რაღაცა კონკრეტული, იმიტომ რომ ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა და მთელი საოცრება იმაშია, რომ ეს მოწონს ხალხს. როდესაც ჩვენ ეუბნები, რომ არ მაქვს დაპირებები და მოწონთ განა იმიტომ, რომ დაპირება არ უნდათ კანდიდატისგან, არამედ იმიტომ, რომ ხალხს აღარ უნდა ტყუილის მოსმენა და მე ყოველთვის ვეუბნები, რომ მოდით ჩვენ შორის თავარი შუამავალი იყოს სიმართლე და არ იყოს ტყუილი. ამიტომ დავიწყოთ პატარა საქმეებით და დამიჯერეთ. ეხლა აქ საგარეჯოს ძალიან პატივსაცემი საზოგადოებაა წარმოდგენილი. ყველა ამ სოფელში მარტივად არის შესაძლებელი პატარ-პატარა საქმეებიდან დაწყება და პატარა პრობლემების მოგვარება. თუნდაც ის, რომ არ გადავყაროთ სახელმწიფო სახსრები 44,000 ლარად შეფასებულ საპირფარეშოებში, გავხსნათ ბიბლიოთეკები, გავხსნათ კომპიუტერული ცენტრები, შევასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, პროგრამირება, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება, რასაც აუცილებლად საგარეჯოში განვახორციელებთ და კიდევ უამრავი რამ. ქალბატონო ირმა, ერთი პატარა შესწორება მინდა შევიტანოთ. თქვენ ახსენეთ 44,000-ად გარემონტებული საპირფარეშო, ეს ინფორმაცია განათლების სამინისტროსთან გადავამოწმეთ. მთლიანად სკოლის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, როგორც გითხრეს, დაჯდა 38,000 ლარი და საპირფარეშო იმიტომ იყო დაკეტილი, რომ სასწავლო პროცესი არ იყო დაწყებული და შესაბამისად ეს ინფრასტრუქტურა იგულისხმება ზუსტად და მე ვიყავი კოჭბანში, საპირფარეშო არის დაკეტილი, არ ფუნქციონირებს და საკანალიზაციო სისტემასაც პრობლემები აქვს. ყველა მიცით ხანუმ ჯეირიანოვას საქმე სოფელი ორმოღალაში, როდესაც 20 წლის ქალბატონმა ორი შვილის დედამ მოიკლა თავი, ანუ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ეს მოხდა იმის გამო, რომ წინა დღეს წინა ორი დღით ადრე მისი მეუღლის ნაცისმა მამაკაცებმა ის დაიჭირეს სოფელში საჯაროდ ჩამოუტარეს ქუჩაში, წინდებდახტილი მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც შემდეგ დასრულდა ამ ტრაგედიით. 2015 წლის 18 სექტემბერს ხანუმ ჯეირიანოვას თვითმკვლელობიდან სრულდება, ანუ ზეგ 1 წელი და ეს საქმე ამ დრომდე არ არის გამოძიებული, მაგრამ რა საპირებთ თქვენ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თამარ კორძაიას სიტყვები მახსოვს თქვენ თანაგუნდელის, მან თქვა რომ ეს იყო საჩვენებელი საქმე, როგორ გადაწყვეტდა ამას პროკურატურა ქალთა უფლებებთან მიმართებაში. და მეორე მხრივ, როგორ აპირებთ ეროვნული უმცირესობების ხელშეწყობას, ანუ პროცესების ხელშეწყობას, რომ მათი ინტეგრაცია მოხდეს უფრო მეტად დანარჩენ საზოგადოებასთან. ხანუმ ჯეირანოვას საქმე არ არის ერთადერთი საქმე, სადაც პროკურატურის გაკრიტიკება შეიძლება და ძალიან მკაცრად გაკრიტიკება. რა თქმა უნდა, მათი ქმედება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.
მე სახალხო დამცველის აპარატთან მუშაობდი იმ პერიოდში, როდესაც ეს ფაქტი მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანი ამის თაობაზე ხმამაღლა საუბრობდა. ის რომ პროკურატურამ აქამდე შედეგი ვერ დადო, ეს არის შემაძრწუნებელი. იმიტომ რომ თამუნაკორძაიას სიტყვებს დავეთანხმები, პროკურატურას მართლაც შეეძლო ეს საქმე ყოფილიყო საჩვენებელი იმისთვის, რომ ყოფილიყო პრევენცია შემდგომი მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებისთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან გპირდებით თუ გავხდები დეპუტატი და დარწმუნებული ვარ რომ გავხდები, ამ საქმის გამოძიება მათ შორის პარლამენტის ტრიბუნიდან უნდა მოვითხოვოთ, ძალიან ხმამაღლა და ძალიან დაჟინებით უნდა მოვითხოვოთ და პროკურატურას უნდა მოვთხოვოთ უფრო მეტი ეფექტურობა, უფრო მეტი გონიერება, როდესაც ქალთა მიმართ ძალადობასთან გვაქვს საქმე. დასრულდება თუ არა ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, მე მიმართავ პირადად მთავარ პროკურორს მოვითხოვ ამ საქმის დეტალურად შესწავლას და მომაწოდონ ინფორმაცია რა ხდება, რატომ მოხდა ის რაც მოხდა და მე მოვითხოვ შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ჩაერთვება ამ გამოძიების პროცესში და დარწმუნებული ვარ რომ ადეკვატური პასუხი მოყვება ამას პროკურატურიდან. ამას გავაკეთებ დღესვე რაც შემიძლია და მომავალში რა თქმა უნდა პარლამენტის ტრიბუნასაც გამოვიყენებ რომ ასეთი ფაქტები იყოს გამოძიებული და ხაზს უსვამ არ არის ერთი ფაქტი და ეს არ ეხება მხოლოდ კარგად გავუსვით თქვენ ხაზი აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებულ სოფლებს. მექანიზმის კანონი არც იგივე გამოძიების პროცესში საქმე შესაძლოა. ეს არ არის მასალების გადმოცემაზე არ არის საუბარი, როგორ მიდის პროცესი და რატომ მოხდა ის რაც მოხდა, რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები. ამაზე ახსნა განმარტების მიღება. რადგან ახლა ეთნიკურ შესაძლებლობებს მინდა გითხრა და თამარ შეეხო ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებს, რომელიც ასე მძიმეა საკარეჯოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ გამოვითხოვეთ განათლების სამინისტროდან ოფიციალური ინფორმაცია, მე-9 კლასამდე საქართველოში სწავლა რამდენმა გოგონამ შეწყვიტა და მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2011-2014 წლებში მე-9 კლასამდე სწავლა შეწყვიტა 4599-მა გოგონამ. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით არის მაღალი სკოლების მიხედვით მივიღეთ ჩვენ ეს მონაცემები ეთნიკური აზერბაიჯანელების კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის იორმუღან როსტემში. როგორ ფიქრობთ, და რისი გაკეთებაა პირველ რიგში რა უნდა გაკეთდეს? რომელმა სტრუქტურებმა უნდა გააკეთოთ, თქვენ რა ფორმით შეგიძლიათ ამას ჩართვა, რომ ამ პრობლემის მოგვარებისკენ ნელ-ნელა წავიდეთ უფრო აქტიურად და ეფექტურად. მოდი, აუცილებელი არის საგანმანათლებლო პროექტებზე რომ საუბრობთ ჩვენ, აუცილებელია ამ ტიპის პროგრამების განხორციელება, განათლების სამინისტროს ჩართვა არის აუცილებელი. მე მაგალითად ამ თემას ხელს არ მოვკიდებდი, ვიდრე არ შევქმნიდი საბჭოს. აქ უნდა შევიდნენ ექსპერტები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, მშობლებთან მუშაობა არის აუცილებელი, პედაგოგებთან მუშაობა აუცილებელი და აი ამის შედეგად უნდა შემუშავდეს კონკრეტული პროგრამა, როგორ დავეხმაროთ ამ 13-14 წლის ასაკის გოგონებს, რა დახმარება გაუწიოთ, იმიტომ რომ მე ხა ჩამოვაყალიბო რეკომენდაციები, ეს ჩემი რეკომენდაციები შეიძლება არ იყოს კომპეტენტური, მე დავეყრდნობი მხოლოდ და მხოლოდ კომპეტენტური ადამიანების მიერ გაწეულ რეკომენდაციებს და შემუშავებულ გეგმას, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკა რას ნიშნავს? სახელმწიფოს ყველა მიმართულებით უნდა კონდეს კაფიო პოლიტიკა. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ძალიან ბევრ სფეროში არ არის ეს. არის უზარმაზარი სტრუქტურა, განათლების სამინისტრო და მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ის უნდა მუშაობდეს ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან უნისონში, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. აი ამ გზით წავიდოდი პირადად მე. განათლება, რა თქმა უნდა, არის ყველა პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. ირმა მისაუბრა და ამაზე აღარ გავჩერდები. შენ სწორად შენიშნე, მართლა გაზრდილი არის დაპატიმრებების რიცხვი, სისხლის სამართლის განაჩენის დადგომის რიცხვი იმ შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდა გოგონას მოტაცება ხდება მისი სურვილის საწინააღმდეგოდ. მე შეწყალების კომისიის წევრი ვარ და მაქვს შეხება ესეთ მასალებთან და შეწყალების კომისია, მათ შორის პრეზიდენტიც ძალიან მკაცრ დამოკიდებულებას ამჟღავნებს ხოლმე, რომ ასეთი ტიპის დანაშაულის მიმართ არ უნდა იყოს ლიბერალური პოლიტიკა. ანუ სამართალდამცავი ორგანოები გააქტიურდნენ, ეს უნდა ვაღიაროთ. მეორე კონკრეტული, აი რაც შეიძლება ძალიან კონკრეტული ვთქვათ, სახალხო დამცველის აპარატში, მათ შორის მეც ვიყავი ჩართული, მომზადდა კანონ პროექტი, რომლის მიხედვითაც 16-დან თქვენ გეცოდინებათ ალბათ, რომ 16-დან 18 წლამდე ქორწინების შემთხვევაში აუცილებელი არის მშობლის თანხმობა. რახან ეთნიკური უმცირესობები დასახლებულ თემში მშობლის თანხმობის მიღება ძალიან მარტივად შეიძლება გოგონა ერთ ტომარა კარტოფილზე გაცვალონ, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ მაშინ, რომ ეს მექანიზმი
არ არის საკმარისი და ამ შემთხვევაში აუცილებელია სასამართლოს მხრიდან თანხმობა. ეს არის ერთი კონკრეტული, რაც შეიძლება გაკეთდეს. კანონპროექტი მომზადებულია, უკვე გაგზავნილია პარლამენტში. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტი უკვე მოიწონა. მისი ინიციატორი იქნება თამარ კორძაია და ეს კონკრეტული კანონპროექტი უკვე დაიდება. ეს ერთ-ერთი პატარა კომპონენტი, რამაც შეიძლება პრობლემა უდნა მოაგვაროს. ანუ მშობლების პრობლემასთან ეცმიერთ, როგორც წესი შემთხვევაში ოფიციალურ ქორწინებას არ არეგისტრირებენ ხოლმე. სინამდვილეში ფაქტობრივი მოცემულობა მე არ ვამბობ, რომ ამით ხდება გლობალურად ამ პრობლემის აღმოფხვრა. ერთი ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამართალდამცავი ორგანოები გააქტიურდნენ, მეორე შემოგვაქვს ფორმალური მექანიზმი, რომ მშობლების თანხმობა თუ დარეგისტრირება იქნება ქორწინების აუცილებელი და ხდება ხოლმე. არის ეს შემთხვევები, რომ ქორწინებას არეგისტრირებენ გელახ, მაგას ვერ უარყოფთ. ამ შემთხვევაში იქნება ნეიტრალური ინსტიტუტის სასამართლოს თანხმობა აუცილებელი. და მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რითაც უნდა დავიწყოთ და რაც გასააქტიურებელი არის, ეს არის განათლება და ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს ამ ადამიანების ინტეგრირება, ეთნიკური უმცირესობის ინტეგრირება საზოგადოებაში. ბოლო პერიოდში სასამართლო რიცხვს შეერობენ ხშირად ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებიდან განსაკუთრებით ორსული ქალების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ერთი ასეთი შემთხვევა საკმაოდ მწვავე იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტშიც, არ ვიცი ხარ თუ არა საქმის ქვეშ, როდესაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც იყო 7 თვის ორსული სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორ დაუპირისპირდებით აი ესეთი უფლებადარღვევის ფაქტებს? შრომის კოდექსში უკვე განხორციელდა ცვლილებები, ვიცით ერთი ტალღა, დეკრეტული შვებულება იყო 4 თვიანი და 6 თვემდე გაიზარდა, ეს შეიძლება არ არის რაღაც საოცრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არის ნაბიჯი გაუმჯობესებისკენ და იუსტიციის მინისტრმა ქალბატონმა თია წულუკიანმა განაცხადა, რომ იგეგმება მეორე ტალღა, რომ ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ. ამ კანონპროექტის შემუშავებაში, როგორც დეპუტატი აქტიურად ვიქნები ჩართული, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ქალთა ამ ხრივ სპეციფიკა და კონკრეტულად რა პრობლემები დგას. რაც შეეხება იმ კონკრეტულ ფაქტებს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა ფარხმალი არ დაკარონ. არსებობენ ორგანიზაციები, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ მათ დახმარება აღმოუჩინონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა ამ თემაზე ძალიან ხმამაღლა ისაუბრონ. მე შეიძლება ზუსტად არ ვიცოდე, მაგრამ მე მგონი მოყვა კონკრეტული რეაგირება სახალხო დამცველის მხრიდან იყო რეკომენდაცია გაგზავნილი. ძიმში არ ითვალისწინებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, არ ის რომელიმე ფაქტი, როცა ასეთ შემთხვევაზე მომბუდსმენის რეკომენდაცია გაითვალისწინა რომელიმე. კი, ესეთი რაღაცეებიც ხდება, რა თქმა უნდა და ამაზე სამუშაოა და ხმამაღლა არის სალაპარაკო. და არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების მსხვერპლის მხრიდან, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც. ესეთი ფაქტები იქნეს მულამდე დაყვანილი. მთელი პრობლემა იცით რაშია, რომ არსებობს კანონები, ქვემდებარე აქტები, მაგრამ ადამიანები და მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში მაინც დაუცველად გრძნობენ თავს. ეხლა არსებობს მთელი რიგი პაკეტი კანონებისა, რომელიც იცავს ხო ამ კატეგორიის ადამიანებს, ქალბატონებს, ორსულებს იგივე, მაგრამ პრაქტიკულად დაუცველები არიან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ გზით, რომ აღსრულდეს კანონი ეფექტურად და დაიცვას ეს ადამიანები. და ეს უნდა გააკეთოს დეპუტატმაც, მაშინ, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება, მას რომ მიემართა ქალბატონი თინასთვის, დარწმუნებული ვარ, რომ რეაგირება იქნებოდა ქალბატონი თინა იმოქმედებდა ამ მიმართულებით მისი უფლებების დასაცავად. ასეთი ფაქტები არ ხდება მხოლოდ საგარეჯოში, ხდება საქართველოს ხასუსვა თითქმის ყველა რეგიონში და უნდა ვიმოქმედოთ იმ გზით, რომ დაცულიყვნენ ეს ადამიანები, თორე შეიძლება ბევრი კანონპროექტი შევიდეს პარლამენტში, ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა, უკვე არსებობს კიდეც არაერთი კანონი, მაგრამ ხედავთ, რომ პრობლემა მაინც არის. ძალიან მნიშვნელოვანი აქ ერთი ძალიან სერიოზული კომპონენტი გამოგვჭა. ადმინისტრაციული ორგანოების ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის მიდრეკილები არიან ადამიანის უფლებების დარღვევისკენ. ეს ასე არის. ყველაზე განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი ასე ხდება. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები იქნეს აღდგენილი, არსებობს ინსტანცია, ასეთი სასამართლო. სასამართლო, რომელიც 2012 წლამდე არ არსებობდა, სასამართლო, რომელმაც სერიოზული პროგრესი განიცადა 2012 წლის შემდეგ, მათ შორის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით. თუ ძალიან დაბალი იყო პროცენტული მაჩვენებელი, როდესაც მოქალაქეები ადმინისტრაციულ ორგანოებს საჩივარს უგებდნენ,
დღეს უკვე ასე არ არის. პროცენტული მაჩვენებელი ძალიან გაზრდილი არის იმ შემთხვევების, როდესაც მოქალაქეებმა მიმართეს სასამართლოს და მიაღწიეს სამსახურში აღდგენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანმა, რომელმაც ხმამაღლა ისაუბრა გათავისუფლების თაობაზე, მან აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს. იმედი მაქვს, გააუქმა ეს აქტი. კი ბატონო, აქაც მივდივართ ხოლმე წელზე, ანუ აქაც არის მე მგონი კანონში რაღაც პრობლემა, იმიტომ რომ ერთხელ ამ სასამართლო აუქმებს მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელის ბრძანებას, რომ პირი სამსახურიდან გათავისუფლების და ავალებს რომ გამოესწრეს ახალი აქტი. მე არის კიდე ასეთი შემთხვევებია ორსულ ქალთან მიმართებაში, რომ ისევ გათავისუფლებას გამოსცემს, ისევ სასამართლოს რამდენიმე კანონში რომ ერთხელ ან თუ არის უკანონო სასამართლო შეუძლია მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებაც მიიღოს, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იხელმძღვანელოს და ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს. გეთანხმებით, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფარხმალი უნდა დავყარო. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მე ვხედავ როგორც ჟურნალისტი, აი ამ მიმართულებით, ეს არის ის რომ ხელმისაწვდომი არ არის ყველასათვის საადვოკატო მომსახურება, ადვოკატის დახმარება, ეს იურიდიული კონსულტაცია არ არის ხელმისაწვდომი მათი დახმარება და ამიტომაც ხშირად გაურბიან ხოლმე სასამართლოებს, ასევე სახსრების დეფიციტთანაც არის პრობლემა და სასამართლოში უნდა მივიდნენ ცხადია და უნდა შეიტანოს სასამართლოში საჩივარი, მაგრამ არის მთელი რიგი პრობლემები მათთვის. რამდენიმე დღის წინ მედიის განვითარების ფონდმა არის ასეთი ორგანიზაცია გამოქვეყნა ანგარიში, სადაც მოხდით თქვენ და მოხდით სწორედ საგარეჯოსთან მიმართებაში გაკეთებული განცხადებებით. თქვენ ხშირად გადანაშაულებენ ობიექტივის ეთერში სხვა არასამთავრობოები აკეთებენ ხოლმე ამაზე განცხადებას, რომ აკეთებთ განცხადებებს, რომლებიც არ მოდის კანონთან და სტანდარტებთან შესაბამისობაში, შემწყნარებლობასთან, ასე ვთქვათ. აი, მაგალითად, ამ მედიის განვითარების ფონდის ანგარიში ნათქვამია, რომ თქვენი განცხადება, სადაც ამბობთ ასეთ რაღაცას, ციტატას მოვიყვანთ, თუ შეიძლება, რომ ირანელმა წაიღო ჩვენი მიწა, აიღო იჯარით, მრავალწლიანი იჯარით, მე ვარ აქ დასაქმებული და დანოცულება ისე როგორ ვერ უნდა მოვუყარო ჩვენს მიწას, ან რა გახდა ასეთი კანონმდებლობის შემუშავება, რომ ამ ქართულ მიწაზე მე პატრონე ქართული კაცი იყოს. მოდი აბა დავუთვალოთ იგივე საგარეჯოში რამდენი 1000 ჰექტარი აქვს ირანელებს აღებული და რამდენი ადამიანი ქართული მონასავით მუშაობს იმ მიწებზე. ვიცით რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მსგავსი აკრძალვა, რომელიც მოქმედებდა ბოლო პერიოდში საქართველოში და ეხლა რეგულირების ქვეშ კი არის ეს დაქვემდებარებული რუცხველებზე მიწები გასხვისდეს ანიჯარი თავიდეს, მაგრამ აკრძალვა ასეთი აღარ არის გარდა სასაზღვრო ზოლში მოქცეულ ტერიტორიებისა და წინ მე მაინტერესებს კითხვა თქვენგან მივიღო განმარტება ამ რეგიონში მუშაობს ამდენიმე უცხოელი ინვესტორი, ძირითადად დიდი რაოდენობით მიწები სადაც აქვს და სადაც სასტუმრო სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, წინააღმდეგი ხართ მათი აქ მუშაობის და მათი ორგანიზაციების დაქმედებაში ქართული მუშახელის დასაქმების. თუ როგორ უნდა გავუწოთ ეს თქვენი ეს განცხადება? მართლაც რომ ეს ქსენოფობიურია, ამ არასამთავრობო, მაგრამ უკეთესად როგორ იცით რა, მთლიან 12 წლის მანძილზე იმდენი რამს ისმენია ჩემი თავის შესახებ, რომ ზოგჯერ ეს ყველაფერი გადადის კომედიაში. ძალიან ბევრი რამს მსმენია იმის თაობაზე, რომ მე ვარ ჰომოფობი, ესეთი ფობი, ისეთი ფობი. სწორედ ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. სხვათაშორის ეს ორგანიზაცია ავრცელებდა ინფორმაციას მაშინ, როდესაც მე ხელმძღვანელობდი მედია კავშირ ობიექტივს, თითქოს ობიექტივმა მიიღო რაღაცა გრანდიოზული სახელმწიფო დაფინანსება და ეს იყო სულ რაღაც 53,000 ლარი მთელი 3 წლის განმავლობაში, რაც რეკლამის, სოციალური რეკლამის კუთხით შემოვიდა ობიექტივის ბიუჯეტში და არაფერი არ არის ტელევიზიებს რომ ვკითხოთ ეს რა თანხა, ეს არის მიზერი. ამიტომ ძალიან ბევრი ისეთ რამეს ამბობენ, ჩემი ნდობის ხარისხი ძალიან დაბალია ამ ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი და კონკრეტულად ამ ორგანიზაციისადმი, იმიტომ რომ ჩვენთან მიმართებაში არაერთი ტყუილია გავრცელებული. ეხლა რაც შეეხება კითხვას, თქვენი განცხადება რომ რაც შეეხება კი ბატონო. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნახეთ, მოდით აბა დავუთვალოთ იგივე საგარეჯოში, რამდენი 1000 ეხლა გიპასუხებ და რამდენი ადამიანი ქართველი მონასავი ეხლა გიპასუხებ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ ინვესტორების წინააღმდეგი და ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების წინააღმდეგი. პირიქით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, მაგრამ რაც შეეხება მიწებს, აქ უნდა იყოს
ძალიან წყობრი პოლიტიკა შემუშავებული, რა პირობით ვაძლევთ ამ იჯარით მიწას, რა ევალება ინვესტორს, რა ფასი იქნება განსაზღვრული, რომ არ იყოს ექსპლუატაციაში გადაზრდილი შემდეგ ამ მიწით სარგებლობა და ამ წუთებში ჩემი შტაბი აწარმოებს აღრიცხვას, რა ფართობებია გადაცემული იჯარით უცხოელი ინვესტორებისთვის მთლიანად კახეთის რეგიონში. მე ამ თემასთან დაკავშირებით მექნება უახლოეს დღეებში ბრიფინგი და უფრო დეტალური ინფორმაციას მოგაწვდით. მე ვარ იმისი მომხრე, კი ნაციონალისტური პოლიტიკაო, თამარი ბრძანებს ხოლმე ჩემს შესახებ და ნაციონალისტური მესიჯებია, მაგრამ მე მგონი მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს თქვენს ლექსიკაში ნაციონალისტური, ეროვნული იხმარეთ ხოლმე ეს ტერმინი, ნაციონალისტური მოხსნად, პატრიოტული, კი ბატონო მზად ვარ მივიღო თქვენგან ასეთი ტერმინოლოგია. იმიტომ რომ თავისთავად ნაციონალისტურში არასწორი გზით მიდიხართ, ნაციონალისტურში რაც იგულისხმება, მე არ მინდა რომ თქვენი მხრიდან ეჟღერდეს. ეროვნული, პატრიოტული, კი ბატონო, არის ასეთი ჩემი მესიჯები და ასე ქვია ჩვენს პარტიასაც საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ასეთი გულდაწყვეტილები და შეურაცხყოფილები, როგორც დღეს არიან ამ სოფლის მაცხოვრებლები. მე მათ ვირდები, რომ აღარ ხელისუფლების მხრიდან, სხვათა შორის, სხვადასხვა პარტიების მხრიდან, რომლებიც ჩადიოდნენ ამ სოფლებში და ყველაფერი კარგად იქნება, გზაც გექნებათ, ლამპიონიც იქნება, აყვავდებით, აშენდებით და არაფერი ასეთი რამ არ მოხდა. სერიოზული პროექტები იქ არ განხორციელდა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებას რა გაუჭირდა ასეთი, რომ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა შეიძინოს, დაუნიშნოს ერთ მძღოლს და მედდას ხელფასი და იმუშაოს ამ სასწრაფომ და დაეხმა. თქვენ იცით, რამდენი ფაქტია აზერბაიჯანელების გარდაცვალების, ვიდრე საავადმყოფომდე მიიყვანეს ეს ჩვენი თანამოქალაქეები. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი. ამიტომ მე ვამბობ, რომ არის მარტივი თემები, მარტივი საკითხები, რისი გადაწყვეტა შეიძლება. და მე ამას გავაკეთებ ამ სოფლის მოსახლეობისთვის. თქვენ ნახავთ. ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემების იდენტიფიცირება ხდება ამ სოფლებში? 40-ზე მეტი სოფელია. ყველა სოფელი დგას უკიდურესი სიდუხჭირის წინაშე. ჩვენ ვიცით, თამარსაც ეწოდინება გაეროს მონაცემები, რომლის თანახმადაც საქართველოში ბოლო წლების მანძილზე 300 ბავშვი კვდებოდა და კვდება შიმშილისგან. აი პირდაპირ არის ჩაწერილი ეს გაეროს UNICEF-ის რეზოლუციაში. დავძლევთ ამას, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას აქვს სათანადო პროექტები, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მე ბრიუსელში და შეერთებულ შტატებშიც ამ ტიპის ორგანიზაციებთან. მე ვიმუშავებ ასევე შეერთებული შტატების კონგრესმენებთან და სენატორებთან, რომლებიც დამაკავშირებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომ ჩვენ შევძლოთ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მარტო ბიუჯეტის იმედად არა. აი ამ პრობლემების მოგვარება რაღაცა დონემდე, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ, რომ ამ ერთ წელიწადში აყვავდება საგარეჯოს ყველა ეს სოფელი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ფიზიკურად გადავარჩინოთ ბავშვები და ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობთ იმაზე, 13 წლის გოგონა როგორ გათხოვდება, რა ფორმით მე მესმის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და აუცილებელი ამაზე მსჯელობა, მაგრამ აგერ გავიდეთ მეზობელ სოფლებში, რამდენი ბავშვი შიმშილობს იქა და ეს სოფელია, რომელიც ადრე გამოირჩეოდა იმით, რომ თვითონ არჩენდა ქალაქს და ქმნიდა რაღაცა დოვლას და პროდუქცია და დღეს ჩვენ რას ვხედავთ ამ სოფლებში? ფეხსაცმელი არა, თამარიც დამეთანხმება ამაში. არანაირი ინფრასტრუქტურა, სოფლის ყველა ცენტრი არის ჩაბნელებული, არ არის გასართობი არანაირი ცენტრი, ბიბლიოთეკები არ მუშაობს ყველგან. კერძო ადგილას არის ბატონო, რაც კარგია, არც იმაზე ვხუჭავ თვალს. სადაც გამგეობები კარგად მუშაობენ, ვამბობ, რომ კარგია და ყოჩა. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ დეპუტატმა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, არ უნდა იყვნენ დაპირისპირებაში და ბევრი რამ ერთად უნდა გააკეთონ. ამიტომ პირველ რიგში რასაც ვაკეთებ ახლა, ეს არის აღრიცხვა უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საგარეჯოს ყველა სოფელში და თვითონ საგარეჯოშიც. რომ მე უკვე მქონდეს მონაცემთა ბაზა და სხვათა შორის ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებს არ აქვს სრულყოფილი ბაზა, ამაშიც არის პრობლემა და მე მაკვირვებს უბრალოდ რა კრიტერიუმით, აი რა მოტივით უხსნის სახელმწიფო სოციალურ დახმარებებს ამ ადამიანებს. მე თამაშიც მოსმინდეთ, რამდენადაც თქვენ აფიციალურად თქვენ Facebook-ზე, ან მასობრივი ხასიათი აქვს ამ სოციალური დახმარების შეწყვეტა? მასობრივი ხასიათი აქვს. აი ყველა სოფელში სადაც ჩავედი, ადამიანები
თანაც გაჭირვებული ადამიანები, იცით რომ აუხსნელია რატო უნდა წაერთვას ამ ადამიანს სოციალური დახმარება. ამბობენ რომ მომეხსნა 2 თვის წინ, 3 თვის წინ, 1 თვის წინ. ანუ ეს ხდება ბოლო პერიოდში და რატო ხდება? აი დასაბუთება რაშია? ქალბატონმა ძალიან მიხარია რომ თქვენგან მოვისმინეთ ის რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები და ჩვენი ძმები, მეგობრები და ასე შემდეგ. რატომ თქვი ნაციონალისტური პოლიტიკა? უბრალოდ მახსოვს ერთი საგაზეთო ინტერვიუ თქვენი, სადაც ამბობთ რომ პრობლემები გაქვს მაშინ თუ ქართულად ლაპარაკობ, თუ აზერბაიჯანულად ან სომხურად ლაპარაკობ, ამ შემთხვევაში პრობლემები ნაკლებად. შეიძლება არასწორი იყოს. თქვით რომ ჟურნალისტები არასწორად აშუქებენ თქვენს საქმიანობას, მაგრამ ნამდვილად მახსოვს ეს ჩანაწერი. რაც შეეხება სოფლად სიღატაკეს, ეს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რა გაკეთდა. და რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა და ძალიან ბევრი რამე იგეგმება რომ ის რაც გაკეთდა კიდევ გაგრძელდეს. ხელისუფლება სთავაზობს მოსახლეობას უფასოდ მიწების დამუშავებას. ეს შეიძლება არ იყოს ძალიან ბევრი, მაგრამ ესეც შეღავათი არის. ხელისუფლება ადამიანებს, რომლებიც სოფლად მუშაობენ, სთავაზობს შეღავათიან კრედიტებს. აძლევს ბარათებს, სადაც დარიცხული თანხით შეუძლიათ კონკრეტული შხამქიმიკატები თუ სხვა სამუშაო იარაღები შეიძინონ. გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, სიღატაკესთან საბრძოლოდ. ამ ხელისუფლებამ თქვა, რომ მე მოსახლეობას შევთავაზებ ჯანდაცვის ისეთ პროგრამას, რომ ადამიანს, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია ჭირდება, არ დაჭირდება სახლის გაყიდვა იმისთვის, რომ სიცოცხლე შეუნარჩუნდეს. საყოველთაოდ ჯანდაცვის პროგრამა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიღწევა ამ ხელისუფლების და ეს პროგრამა ძალიან კარგად მუშაობს ყველა სოფელში, როდესაც მოსახლეობას ხვდები, ყველა მეთანხმება, რომ ეს არის ამ ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიღწევა. სიღატაკესთან საბრძოლოდ კიდევ ერთი გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია და განათლების უფლებასთან არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული. ადამიანებს აღარ უხდებათ, მშობლებს აღარ უხდებათ სექტემბრის დასაწყისისთვის ვალების აღება იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს სახელმწიფოებრივი შეუძლიათ. არა, ეს ასე არ გინდა, ეს ასეა, არ გინდა. ასწავლობენ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, უფასოდ ურიგდება წიგნები, არავის არ უთქვია, რომ მე პრობლემა შემექმნა ამასთან დაკავშირებით. ამ რაიონის მაჟორიტარის, წინა მაჟორიტარის დამსახურებაა ის, რომ საბავშვო ბაღებში, როდესაც მოსწავლეები დადიან, როდესაც ბავშვები მიყავთ, მშობლებს აღარ უხდებათ გადასახადის გადახდა. ეს შეიძლება პატარ-პატარა კომპონენტებია, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ეხმარება, რომ მათ ცხოვრება ოდნავ მაინც შეუმსუბუქდეთ. გაუმჯობესდეთ არა, ვამბობ შეუმსუბუქდეთ და სახელმწიფო მესნაბიჯები გადადგა. ჩვენ არ ვართ მდიდარი სახელმწიფო და ეს არავისთვის არ არის, ხო? ახალი ამბავი, ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს ამ მიმართულებით გასაკეთებელი, მაგრამ ხელისუფლებამ თქვა ამ ხელისუფლებამ, რომ მისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და არა კონკრეტული ადამიანთა ჯგუფები და ის ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს იმისთვის, რომ აქამდე მივიდეთ. სოციალური დახმარებების მოხსნას რაც შეეხება, ამ თემაზე მეც მესაუბრნენ, რამდენიმე კონკრეტული გვარი მაქვს ჩაწერილი, რომელიც აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ და ვნახოთ თუ ამ ადამიანებს უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება, მათ ეს დახმარება უნდა აღუდგეთ. ერთ უსამართლობასაც წავაწყდით, რომ თუ დახმარების აღდგენა მოხდა, განაცდურში ის რაც ვერ აიღე, თურმე არანაზღაურდება, ეს არ გადამიმოწმებია, თუ არანაზღაურდება, ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს, რომ ასე ვთქვათ, განაცდური ამ ადამიანებს აუნაზღაურდეთ. მაგრამ ნაბიჯ ხელისუფლება ცდილობს, თუმცა აქვე ვამბობ, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ადამიანების სოციალური დაცვის მიმართ. მე არ ვსაუბრობ თამარ იმაზე, რომ ხელისუფლება არიგებს უფასო სახელმძღვანელოებს. ხო, ძალიან კარგია, რომ ამას აკეთებენ. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ რას თქვენ ჩამოთვალეთ იმ პუნქტებზე, რომ ეს ცუდია და ჩემთვის მიუღებელია და მე ამას ვერ ვხედავ. მე არა ვარ დაუნახავი ადამიანი, ამას ვხედავ გადასარევად, მაგრამ მე ვსაუბრობ ფიზიკური გადარჩენის პრობლემაზე. და თქვენ არ გინდათ გაიგოთ და მე მგონი ხელისუფლებასაც არ უნდა გაიგოს, რომ ჩვენი მომავალი თაობა დგას ფიზიკური გადარჩენის წინაშე. აბა წავიდეთ პატარძეულში, ნინოწმინდაში, როგორ არის სიმსივნური დაავადებების მაჩვენებელი გაზრდილი. აქ მედიკებიც გვესწრებიან, ექიმები და დამიდასტურებენ ამას. არ ჩატარებულა არანაირი სამედიცინო კვლევა, არ აქვს საშუალება ანალიზები ჩაიტანონ. იმ ცნობილია მოფრქვევის მერე ასობით ბავშვი არის დაავადებული. ამ ბავშვებს ჭირდება დახმარება, სამედიცინო დახმარება ამ შემთხვევაში. სხვა კატეგორიის ბავშვებს ჭირდებათ საკვები. აი ამაზე ვსაუბრობ მე და
ხელისუფლება რომ დიდარი არ არის, მე ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ღარიბმა ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს 60,000 ლარი პრემია ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ისევე უნდა იცხოვრონ ამ მინისტრების შვილებმა, როგორც ცხოვრობენ ამ ვერხვიანის, კოჭმაანის და სხვა მაცხოვრებლების შვილები. და 60,000 რო იწევ პრემიას და ბანკეტებს რო მართავ და აგერ შიმშილით რო ბავშვები გიკვდება, მე მგონი ეს უთანასწორობა კი არ არის მარტო, ეს არის უსინდისობა. ის რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, ახლა ერთი კითხვა გამოჩნდა უცებ, ჩვენ დავიწყეთ უფასო სასადილოების მონიტორინგი, ასე ვთქვათ, შეიძლება ეს არ იყოს უფასო მონიტორინგი, მაგრამ ბევრი ინფორმაცია მოვითხოვეთ და დავიწყეთ შესწავლა. საგარეჯოშიც მათ შორის სხვა რაიონების მსგავსად არის რამდენიმე ბენეფიციარი, ბატონო? სათნოების სახლი. ეგრეთ წოდებული სათნოების სახლი. რამდენიმე ბენეფიციარი, რომელსაც თვეების განმავლობაში დაწერილი აქვს განცხადება, რომ დაამატონ იმ სიაში, რომელთა წევრებსაც აქვთ უფასო სადილის მიღების შესაძლებლობა და რამდენიმე თვე ეს განცხადებები განხილვის და გადაწყვეტილების მიღების გარეშეა დარჩენილი, ოღონდ ეს არ ხდება მხოლოდ საგარეჯოში. და ამას ხსნიან იმით, როდესაც ჩვენ ვესაუბრეთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და მოვითხოვეთ ინფორმაცია, რომ საკმარისი თანხა აღარ არის გამოყოფილი, რომელიც ბენეფიციარების დამატებულ ბენეფიციარებს გამოყოფავენ თანხით. ერთი ადამიანის გამოყოფაზე იხარჯება დაახლოებით ლარი და 30, ლარი და 50 თეთრის ფარგლებში დღის განმავლობაში ლიმიტი და ამ დროს 2014-2015 წლებში უკვე ამ დღეის ჩათვლით 5-ჯერ აქვს მუნიციპალიტეტს პრემია გაცემული. მილიონს აღწევს გაცემული პრემიების რაოდენობა. კი, პრემიების თემა არის ძალიან სერიოზული პრობლემა. და ამას ხელისუფლებაში მათ შორის ძალიან ბევრი საუბრობს, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები არ უნდა იღებდნენ ძალიან დიდ პრემიებს. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. პარლამენტში, როგორც ვიცით, დეპუტატები პრემიას უკვე აღარ იღებენ და ესეც მათ შორის თინათე ხიდაშერის დამსახურება არის, მან გააკეთა ამ საკითხის ინიცირება და ამ მიმართულებით აუცილებლად უნდა წავიდეთ. რომ პრემირების სისტემა, ეს მახინჯი პრაქტიკა, რაც ნაციონალური მოძრაობის მიერ არის დამკვიდრებული, უნდა მოისპოს. ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს. რაც შეეხება სათნოების სახლის იმ ბენეფიციარებს, რომელსაც უნდათ რომ აღრიცხვაზე დადგნენ და ვერ ახერხებენ, ძალიან დამავალებთ თუ შეგიძლიათ მომაწოდოთ უშუალოდ საგარეჯოში კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები. ჩვენ გამოვითხოვეთ ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან და გვაქვს. კატასტროფული მაჩვენებელია საგარეჯოსთვის, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ დაახლოებით დღეში იკვებება 90-80 ადამიანი, როგორც მე მითხრეს ამ სათნოების სახლში. ხა ერთი პატარა საგარეჯოსთვის, როდესაც სოფლებიდან მოდის ხალხი და მე ვიმგზავრე მანქანით ამას წინათ ჩავსვით უბრალოდ ჩვენს ავტომანქანაში ერთ-ერთი ბენეფიციარი, რომელიც მივიყვანეთ სასადილომდე. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. 80-90 ადამიანი მიირთმევს ამ სასადილოებში. რთველი მიმდინარეობს და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს პოლიტიკური ექსცესების და პროცესების ფონზე. როგორ უნდა მოხდეს ორივე კანდიდატთან შეკითხვა, რომ როგორ რთველი დაემსგავსოს რთველს ბიზნესს და არაპოლიტიკას. გეთანხმებით, რომ ეს ძალიან პოლიტიზირებული გახდა, მაგრამ გასაგებია იმ ადამიანების, რომლებიც ამის თაობაზე ჩივიან. ისინი ძალიან კონკრეტულ არგუმენტებს აყენებენ, ამბობენ, რომ ლარი გაუფასურდა და შესაბამისად ისინი ვერ მოახერხებენ ყურძნის იმ ფასად გაყიდვას, რომ დანახარჯები ამოიღონ. ეს გასაგებია. რა შეიძლება ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გააკეთოს? მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დღეს აკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს. გასულ წელს იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სუბსიდირება არ მოხდებოდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლარი გაუფასურდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე, რუსეთის და უკრაინის ბაზარზე მოთხოვნა შემცირდა, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ აუცილებელია ამ ნაბიჯის გადადგმა. მე მესმის, რომ მევენახეებისთვის ეს ძალიან რთული თემაა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, როდესაც ამბობს, რომ მე გამოვყავი 25 მილიონი ლარი სუბსიდირებისთვის, რომ გლეხი არ დარჩეს შემოსავლის გარეშე, რომ ადამიანების ტოტალურ გაღატაკებამდე არ მივიდეთ, ის ამბობს, რომ არ დარჩება ყურძენი ჩაუბარებელი, მე ამაშიც დაგეხმარებით, საბიუჯეტო თანხას ვიღებ ამისთვის და აი ეს არის ის გამოსავალი, რომელსაც სახელმწიფო გლეხს თავაზობს. იდეალურ პირობებში, მე გეთანხმებით, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ყურძნის ფასს უნდა არეგულირებდეს ბაზარი. მაგრამ ჩვენ შეჭირებულ სახელმწიფოში ვცხოვრობ, ადამიანებს უჭირთ და სახელმწიფო ცდილობს თავიდან აიცილოს ადამიანების გაღატაკება. სწორედ ამან წარმოშვა სუბსიდირების აუცილებლობა.
არის გლეხი, არის მეღვინე, არის სახელმწიფო. ჩემი აზრით მე თუ მკითხავთ, სამივე თხუის და მეორეს მხრივ სამივე მართალია. აი ესეთი წინააღმდეგობრივი ვითარება გვაქვს დღეს. სახელმწიფოდან დავიწყოთ, მოდი და ხელისუფლებიდან. საერთოდ არ აქვს დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკა მეღვინეობის განვითარების მიმართულებით, რა სტრატეგია უნდა იყოს არჩეული და არ აქვს პოლიტიკა მევენახეობის მიმართულებით, როგორ უნდა განვითარდეს მევენახეობა უახლოეს 3-5 წელიწადში, რას პროგნოზირებს შენ, რას ეუბნები მეღვინეებს და მევენახეებს. წელს იგივე იანვარში რო გამოსულიყო ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რო ჩაეტარებინათ ბრიფინგი და განემარტათ მევენახეებისა და მეღვინეებისთვის რომ გვაქვს ესეთი ვითარება. პროგნოზირებთ, აი ნორმალური სახელმწიფო ამას გააკეთებდა. პროგნოზირებთ, რომ რთველისთვის ყურძნის ფასი არ იქნება ლარი. მოემზადეთ იმისათვის, რომ მოხდეს თქვენი ბიზნეს ინტერესების და კომერციის გადაწყობა, შეეგუოთ იმას, რომ არ იქნება ფასი ყურძენზე 1 კილოგრამ ყურძენზე ლარი და ასე შემდეგ. აი ეს არის სახელმწიფოს დახმარება, რომ რეკომენდაციას აძლევ შენ და პროგნოზირებ. ჯობია სიმართლე უთხრა შენს მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს თუ იგივე გლეხობას მეღვინეებს. ვიდრე შენ უთხრა, რომ დაიწყეთ ვენახების გაშენება, რაც მოხდა 2 წლის წინ და ლარზე ქვემოთ არ ჩამოვა, აი ხალხი ამის გამოა შეწუხებული, რომ მე რაც მოვისმინე, იმას ვამბობ, რომ იყო დაპირება, რომ ლარზე ქვემოთ არ ჩამოვიდო და 1 კილოგრამ ყურძენზე ფასი და მე ვნახეთ რაც მოხდა. დღეს რო გლეხს ეუბნება სახელმწიფო, რომ რატომ უნდა ამწიო ფასი ლარამდე, ხო გიხდი ამ 60 თეთრს და სუბსიდირებასაც ხო ვეწევი, დავოცვილო ეს 60 თეთრი დღევანდელი, შარშანდელი 60 თეთრია, მთელი 30%-ით არის გაუფასურებული. აი მე ვფიქრობ, რომ თამარ წელს უნდა დავუშვალ გამონაკლისი, აი ამას ვფიქრობ მე. საიდან შეიძლება სახელმწიფომ თანხა გამოათავისუფლოს? თამარ ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვიმსჯელო. თანხის გამოთავისუფლება შეიძლება უზარმაზარი იგივე ამ სახელმწიფო დანამატები რო დაარქვეს და 1000 რომ ვამბობთ, რომ ხელისუფლებამ რაღაც თანხა გამოიღოს, უნდა მაშინ უნდა ვთქვათ, რას უნდა მოაკლდეს. აი მაგალითად პრემიებში იმდენი თანხა არ იხარჯება, რომ 60 მილიონი დაემატა. 60 მილიონი პრემიებში და განამატებში არ იხარჯება. ეს არასწორი არის. არასწორია ეს ინფორმაცია, რომ ამდენი თანხა იხარჯება. მე იმას ვამბობ, რასაც მე არ გვინდა უმრავლესობის დეპუტაცია არჩევის სოფლებში და რაიონებში კომუნიკაცია არ აქვს ადამიანებთან. თქვენ თვითონაც არ გაქვთ შემოთავაზება, ზუსტად ვერ ამბობთ რა შეიძლება ხალხი. არა, თქვენ იმას გეუბნებით, რომ თქვენ თვითონაც არ გაქვთ ზუსტი ფორმულირება, რა შეიძლება ხელისუფლებამ გააკეთოს. თუ ხედავთ, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ხდება, ალბათ ძირითადად იმას ხდება, მაგრამ მაინც ვკითხავთ ამას და ანუ გულისხმობ როგორც ადამიანური რესურსი და ასევე ფინანსური ან სხვა ტექნიკური რესურსები და რამდენად აქტიურად აშუქებს მედია შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს. მედიის მხრიდან მეტნაკლებად შუქდება, დაინტერესება რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ნაკლები არის, ვიდრე ეს იქნება მთლიანად პარლამენტის არჩევნების დროს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მე მინდა ყველა მედია საშუალებას მოუწოდო, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ ამ საარჩევნო კამპანიის გაშუქებაში, იმიტომ რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი არჩევნები. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას რაც შეეხება, ალბათ მე ვარ ის კანდიდატი, რომელსაც შეუძლია და ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზე. მე წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი ყველას, ვინც იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება დაუშვებელი არის და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. აი მაგალითად იყო ცდუნება, რომ სექტემბრის სასკოლო წელი, უბრალოდ სკოლა დაიწყო 14 სექტემბერს, შეიძლებოდა მიილოცვა სკოლაში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვთქვით, რომ ეს დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს ჩაითვლება ეს არის წინასაარჩევნო კამპანია და არ შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოყენება. მე ხლა არ ვფიქრობ, რომ ხდება ამ რესურსის გამოყენება, ნამდვილად არ ვიტყოდი ამას. მაგრამ თუ ასეთი ფაქტები შევნიშნე, არც ის არის პრობლემა, შემიძლია ჩავატარო ბრიფინგი და მივმართო ქალბატონი თამარის საარჩევნო შტაბს, რომ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი. თუმცა თავისთავად
სხვადასხვა მინისტრების გამოჩენა თამარის გვერდით ეს ირიბად არ არის ესეც მამასაც ვაღიარებ შაბათი დღე იყო და შეუძლია გარემოსდაცვის მინისტრს თქვენთან ერთად იმოგზაუროს მაგრამ მე ამაში ვხედავ ადმინისტრაციული რესურსის ირიბი გამოყენების ტენდენციას და მიგანიშნებთ უბრალოდ ამაზე კანონით არ არის საკრძალული ვიცი რომ არ არის და ასევე სხვადასხვა სამინისტროების თანამშრომლების მონაწილეობაც ის არის ადმინისტრაციული შეგულების დროს და არასამუშაო საათებში. საგარეო კურსთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს პატრიოტთა ალიანსს და რაც გეგმავთ 2016 წლის შემდეგ, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვარაუდით მეც დამისვათ ამ შეკითხვას. კი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი არის. კორბონი არ არის. კი ბატონო, ეს არის კოალიცია არის, მაგრამ გზავნილი არის ძალიან მკაფიო ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოს მოსახლეობასთან არავის შეცდომაში არ შეხვს. რესპუბლიკელების პოზიცია ზუსტად ვიცი. ეს არის მკვეთრად ევროატლანტიკური ინტეგრაცია. დარჩა საქართველოს სრული საპოზიცია. გასაგებია. პოლიციაში მოვალი ფრაქცია. კი ბატონო, მაგრამ ეს არის ზოგადი გაცხადებული კურსი, ეს არის კურსი ევროპისკენ და ამ კურსიდან საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუხვევია არც ერთი ნაბიჯი. იცით რა სულ არის საუბარი იმაზე რომ საგარეჯოში იდეოლოგიათა ჭიდილი იქნება რომ რაღაცა ვექტორები ეჯახება ერთმანეთს მე მინდა რომ დღეს ჩვენ დავასრულოთ ამ ვექტორებზე საუბარი ეს იქნება ჩემი მთავარი მოწოდება თამარისადმი და რესპუბლიკური პარტიის და ასევე ქართული ოცნების კოალიციისადმი მე მინდა დასრულდეს ამაზე საუბარი იმიტომ რომ ჩემი ვექტორი არის აბსოლუტურად გასაგები და ნათელი ისევე როგორც თქვენი და მე მგონი რომ წინააღმდეგობაში არ მოვდივართ ერთმანეთთან თუ სწორად მოვუსმენთ ერთმანეთს ჩემი ვექტორი და კომპასი არის საქართველო ჩვენ ვამბობთ რომ უნდა იყოს დაცული ყოველთვის საქართველოს ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესები, როდესაც ჩვენ საგარეო კურსზე და საგარეო ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, დიახ, ჩვენ უნდა გქონდეს გეზი დასავლეთისკენ, ჩვენ უნდა ინტეგრირებული ვიყოთ იმ სტრუქტურებში, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამოსავალი წერტილი არის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები. ეხლა ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ამერიკასაც, ევროპასაც და სხვათა შორის უნდა ველაპარაკოთ რუსეთსაც და უნდა ეს ლაპარაკი უნდა დავიწყოთ ჩვენი მიწების და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემებზე ლაპარაკით და ისე არა იმასთან დაკავშირებით რომ ბოლოს და ბოლოს დასრულდეს ინტერესების ჭიდილი საქართველოს თავზე და გავიგოთ რა ხდება ვის რა უნდა ჩვენგან ძალიან მარტივია ეს ჩვენი პოზიცია რომ ჩვენ ველაპარაკებით ყველა სახელმწიფოს გარშემო არ ვართ იზოლაციაში მაგრამ თავარი პრეტენზია მე მგონი თქვენც და ზოგიერთ ოპონენტსაც იმასთან დაკავშირებით აქვს ნატოს თემა აი რას ვფიქრობთ ჩვენ ამაზე მე სხვათა შორის ასაკით უფროსი ვარ თქვენთან შედარებით და ალბათ სკოლაში სწავლობდი თქვენ როცა ნატოს შტაბ-ბინაში ბრიუსელში ჩავდიოდი როგორც ჟურნალისტი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე ვმუშაობდი პოლიტიკურ თემებზე და ეს იყო პირველი შესვლა ნატოში როდესაც ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი იმედები რომ მალე გაწევრიანდებოდა საქართველო ჩვენ ამაში ვხედავდით ჩვენს დაცულობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესის დაცულობას მაგრამ 45 წლის ვარ იმის მერე 25 წელი გავიდა დღეს ისევ გვეუბნევიან რომ ღიაა ნატოს კარი მაგრამ მე ვეუბნევი ნატოს დიახ მე მინდოდა და მინდა თქვენთან მაგრამ თქვენ გვეუბნებით რომ აი თეთრი ბარათი აი ყვითელი ბარათი აი მწვანე ბარათი და ამასობაში მთელი ცხოვრება გავიდა და დღეს მსოფლიოს არაერთი ლიდერი სხვათა შორის ღიად საუბრობს იმაზე რომ პერსპექტივა არ აჩანს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მე არ მინდა არც თავის მოტყუება და არც საზოგადოების მოტყუება როცა ამას ამბობს იგივე ბარაკ ობამა როცა ამას ამბობს მერკელი ისინი არ არიან პრორუსები და როცა ირმა იმაშვილი ამბობს იმას რომ სერიოზული პრობლემებია ჩვენ ხვდებით ნატოს წარმომადგენლებს რატომ გონიათ რომ არ ხვდებით და არ ველაპარაკებით და ჩემი მთავარი პრეტენზია ზუსტად ის არის რომ ან მიგვიღე და დაამთავრე ამითი და დროზე მიგვიღეთ გუშინ წინ უნდა მიგიღეთ რომ ამდენი რისკები არ ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფოს გარშემო თავმოყრილი ან დავასრულოთ ამაზე საუბარი და ვიცოდეთ სიმართლე რომ არ გვიღებ და მარტო რაღაცა ფურცლებს გვაძლევ რაც შეეხება ეხლა დასავლურ ღირებულებებს რა არის ეს ღირებულებები და ეს ფასეულობები ეს არის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები რაც ყოველთვის იყო ქართველების ჩვენი შემადგენელი ნაწილი ჩვენ არასდროს არ ვემიჯნებოდით ამ ზოგადსაკაცობრიო ანუ
თქვენი შეფასებით დასავლურ ღირებულებებს ჩემთვის მიუღებელია ინტერპრეტირებული დამახინჯებული ზოგად საკაცობრიო ღირებულებები, რასაც ზოგიერთი ჯგუფი ხელოვნურად და ძალით ამშვიდრებს საქართველოში. ეს არის ჩემთვის მიუღებელი, თორე როგორ შეიძლება ადამიანთა უფლებები, მშვიდობა, ჰუმანიზმი იყოს მიუღებელი ნორმალური ადამიანისთვის. ეხლა ჩვენ ხედავთ დავაკონკრეტებ. ჩვენ ხედავთ ეხლა რა ხდება ჩვენ გარშემო. ამაზე არავინ არ საუბრობს, არა მოკლედ ვიტყვი. ისლამური სახელმწიფოს და ტერორისტული სახელმწიფოს ესეთი გაძლიერება. ჩვენი ქვეყანა დღეს დგას ძალიან სერიოზული რისკების წინაშე. რა პოლიტიკა გვაქვს, როგორ მოქმედებთ, ვიღებთ ამ ტოლვილებს სირიელ და ერაყელს, არ ვიღებთ. აი ხა მაგალითად უნგრეთმა უარი თქვა, ხო? დანიამ თქვა ასევე უარი ტოლვილების მიღებაზე და ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს ხაზგასმით ამბობენ, რომ ჩვენს ეროვნულ იმათ კი არ ეშინიათ თამარ, რომ ხაზი გაუსვან მათ ეროვნულ ინტერესებს. დეგოლი, როდესაც საფრანგეთი გამოვიდა სხვათა შორის ნატოდან 66 წელს, რა იყო ეს ანტიდასავლური ქმედება იყო? შეგვიძლია ეს დეგოლზე ვთქვა? მაშინ მან იხელმძღვანელა სწორედ საფრანგეთის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, გამოვიდნენ, შევიდნენ. მსოფლიოში ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა ნატოდან, ისევ დაბრუნდა. დღესაც არის არაერთი ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად უპერსპექტივო ორგანიზაციად აფასებს ნატოს. სოფლიოში სხვა გამოწვევებია, ჩემო მეგობრებო. ვექტორებზე საუბარი არის რაღაცა მარაზმი ბოლოს და ბოლოს და ეს უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ვექტორები ისეთი საგარეო პოლიტიკაა ქვეყანაში, რომ ხშირად ერთმანეთთან იკვეთება, ხშირად ერთმანეთს შორდება, არის ლავირება, ეს არის დიპლომატია და ეს არის საგარეო პოლიტიკური ლავირება, რასაც ქვია ამ კურსში და მოქმედებები შენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ისე კი არა, რომ ბოლომდე დაუწვება ხოლმე ჩვენი ხელისუფლება და ეს მივიღოთ და ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ გაუაზრებლად გაიღება კარი და ვიღებ. არც გვეტყვის ჩვენ ევროკავშირი ან შეერთებული შტატები, ისე გავაღებთ კარს და ვიტყვით, რომ აი ყველა მოდით. და არც ვიფიქრებთ იმაზე სამწუხაროდ, შეგვიძლია თუ არა ამ ტოლვილების მიღება და ამისი აწევა ჩვენ სახელმწიფოს, რომლის არ ვეცინ აღდგები, უბრალოდ მინდა რომ სწორად გავიაზროთ ყველაფერი, რისი ატანა და გაქაჩვა შეგვიძლია ჩვენ. ამიტომ მე მგონი ძალიან მკაფიოა ჩემი კურსი. საქართველოს ინტერესი არ უნდა დაიჭრდილოს არსად. უპირველესი არის საქართველოს ინტერესი. აი ის პოლიტიკური პარტიები თუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად ჩადიან ვაშინგტონში და იცავენ იქ ვაშინგტონის ინტერესებს, შემდეგ საქართველოში ბრუნდებიან და ახაც ვაშინგტონის ინტერესებს იცავენ. ასეთებს ვხედავთ რუსეთთან მიმართებაში, გაგიჟებულებს რუსეთზე, რომლებიც იქ ჩადიან რუსეთის ინტერესებს იცავენ, აქ ჩამოდიან კრემლისას. ჩვენი ძალა, ჩვენი ქართული ინტერესის დაცვის მომხრეებია. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსები ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ქართული ინტერესები დაცული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო წავა ევროპული ღირებულებების დამკვიდრების გულისხმობთ ამ ევროპულ ღირებულებებს. აუცილებლად საქართველო ევროპულ ღირებულებებზე ზუსტად იმ საკაცობრიო ღირებულებებს გულისხმობს, სადაც საუბრობდით. აუცილებელია საქართველო გადარჩება მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის შემთხვევაში. ძალიან მარტივი არის არჩევანი არის ევროპასა და რუსეთს შორის. ძალიან მარტივი არის შევხედოთ განვითარების დონეს ევროპაში, შევხედოთ განვითარების დონეს რუსეთში. ერთი რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ამ კურსიდან არ გადაუხვევია, მაგრამ რომელმაც შეძლო რომ ბაზარი გახსნილიყო, რუსეთის ბაზარი გახსნილიყო ქართველი გლეხისთვის, ქართველი ბიზნესისთვის და ასე შემდეგ, ისე რომ კომპრომისი არ წასულა არც ერთი წუთით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და არ უთქვე რაღაცის გარიგების ფასად არ მიუღწევია ამ ბაზრის გახსნა. თქვენ ფიქრობთ რომ მე ვამბობ ასეთ რამეს, რატო? არ ვიცით, თქვენ ამბობდით არავით არ მე ვარ აფხაზეთის, ომის ვეტერანი. რა თქმა უნდა, კარგად გახსოვთ. არავის არ შეაქვს და მე პირველ რიგში ვისაუბრებ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შეაქვს, მაგრამ ჩვენი კურსი არის ძალიან ნათელი და ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ ევროპული ინტეგრაციის შემთხვევაში გადარჩება საქართველო.
საქართველო. ევროპა არის ის ბუნებრივი ადგილი, სადაც საქართველო უნდა იყოს. ამაზე ლაპარაკი ზედმეტი არის. ანუ ჩვენ ახლა არ დავიწყებთ ვექტორების ძიებას, ვექტორი გადაწყვეტილი არის ძალიან ბევრი საუკუნის წინ. საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ჯგუფს და საქართველო გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ გზას შევქცევადად გავუყვებით. კითხვა არა მაქვს, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ელაპარაკება გარშემო ყველა სახელმწიფოს, მაგრამ ამოსავალი წერტილი ჩვენთვის არის საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეროვნული ხაზსუსვამ, რასაც ხაზი არ ესმება ხოლმე ინტერესები. ამ ინტერესების დასაცავად ვილაპარაკებთ გარშემო ყველა სახელმწიფოსთან. და ჩვენი ვექტორი და ჩვენი კომპასი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის საქართველო და ქართველი ხალხი. ხო, კი, მეთანხმებით, საქართველოს ეროვნული ინტერესი, უბრალოდ ჩვენ ამას ძალიან მკაფიოდ ვამბობთ. საქართველოს ეროვნული ინტერესი არის ევროპული ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. ეს არის ძალიან მკაფიო და ამ გზიდან საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს გადასვლას. დიდი მადლობა.